მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. იცით რომ წარმატების სკოლაში ამჟამად მიმდინარეობს წარმატების მენტორინგის პროგრამა. მე-7 ნაკადთან მუშაობთ და თემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, შეეხება არც მეტი არც ნაკლები მიზიდულობის კანონს. ჩემს საყვარელ მიზიდულობის კანონს, რომელზეც ძალიან ბევრი მისაუბრია სხვადასხვა პლატფორმიდან, სხვადასხვა ეთერიდან. და მინდა რომ მოკლედ შეგახსენოთ ამ კანონის შესახებ და გითხრათ მთავარი ეს კანონი არ არის რაღაცა ჯადოქრობა და არანაირ მოკლედ ჯადოქრობასთან კავშირი არ აქვს. ეს კანონი ძალიან მარტივად ეფუძნება ჩვენი ტვინის, ასე ვთქვათ, მუშაობის პრინციპებს, ნეირომეცნიერებას და გეტყვით კონკრეტულად რა ნაბიჯებისგან შედგება მიზიდულობის კანონი, ანუ როგორ უნდა მოვიზიდოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებაში სასურველი შედეგები, ხო? და სინამდვილეში ყველა ჩვენი შედეგი ჩვენს ცხოვრებაში რაღაცნაირად ჩვენი შექმნილია და ამაზე მოკლედ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება როგორ ქმნის ჩვენი ცხოვრების შედეგებს, რა თქმა უნდა, იმ ობიექტურ რეალობაში, რომელშიც გვიწევს ხოლმე ყოფნა და საბოლოო ჯამში მე ეს ობიექტური რეალობის რაღაცა ნაწილიც როგორ იცვლება ჩვენს ირგვლივ, ხო? ეს ამ მიზიდულობის კანონზე ზოგადად ყველაზე ბევრს საუბრობენ დოკუმენტურ ფილმ სიქრიტში, ანუ საიდუმლო, ესეთი დოკუმენტური ფილმი არსებობს, ამის შესახებ ალბათ ხსმენიათ, შეიძლება ეს ფილმით ნანახი გაქვთ და იქ ყველა მიზიდულობის კანონის მასწავლებელი საუბრობს მოკლედ სამ ნაბიჯზე. ეს არის მოითხოვე, დაიჯერე და მიიღე. და არ ვიცი, ამაზეც ხშირად მithქვამს, რომ ამ დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი მოკლედ პროდიუსერი ამ ფილმის და მასწავლებელი მიზიდულობის კანონის არის ჯეკ კენფილდი. სწორედ ის ჯეკ კენფილდი მოკლედ მისი წარმატების პრინციპებსაც ეფუძნება წარმატების მენტორინგი და ვისთანაც მოკლედ 2017 წელს ამერიკაში ჩავედი და ეს პრინციპები ჩამოვიტანე მოკლედ და იმის მერე საქართველოში ამ პრინციპებით მუშაობ ინდივიდებთან, ორგანიზაციებთან, გუნდებთან, ჯგუფებთან, არ ვიცი, მოკლედ 10,000-ზე მეტ ადამიანთან მიმუშავია ამ მიმართულებით და მე გეტყვით ჩემეულ, ასე ვთქვათ, მიდგომას მიზიდულობის კანონის და შევეცდები, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციით აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს მიზიდულობის კანონი და ეს სამი ნაბიჯი კიდევ უფრო წვრილად მაქვს მე ჩაშლილი, კიდევ უფრო გასაგები რო გავხადოთ თქვენთვის და თუ საუბრობთ მოკლედ მოითხოვე დაიჯერე მიიღე, ჩემ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ჩვენს პროგრამაში, ჩვენ ვსაუბრობთ 5 ნაბიჯზე. ესე იგი, მოითხოვე, დაიჯერე, იმოქმედე, გაუშვი და მიიღე. და ეს მოკლედ ნაბიჯები მოკლედ მინდა რომ აგიხსნათ რას ნიშნავს. პირველი მოთხოვნა, აქ რასაც მინდა რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება არის ის, რომ ხშირად როდესაც ვსაუბრობთ მოთხოვნაზე, ჩვენ მგონია რომ მოთხოვნა არის, რომ აი რაღაცას რო ვიტყვით, რომ აი მაგალითად ძილის წინ ან დილას